მოგესალმებით, 1 ან 2 წელიწიხაში ეს ძალიან დიდი დროა. ამ დროის განმავლობაში უამრავი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი და ადამიანისთვის დაკარგული 1 წელიც კი დიდი ტრაგედიაა. მაგრამ რა სიტყვით ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც ციხეში 40, 50 ან 70 წელი გაატარეს. დღევანდელ ვიდეოდან სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ გაიგებთ, ასე რომ წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ. დასაწყისში კი გამოიწერეთ არხი და ზარის ღილაკი კი გააქტიურეთ. ასე არასდროს გამოტოვებთ ახალ და ძალიან საინტერესო ვიდეოს ჩვენთან. დავიწყოთ. რიკი ჯექსონი. რიკი დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცის ჩვენების საფუძველზე, სადაც ის ამბობდა, რომ რიკი ჯექსონმა ადამიანი სასტიკად მოკლა. გამოძიებაც სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა. რიკი ჯექსონი დამნაშავე იყო. ის დააპატიმრეს და ინექციით სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა 3 წელიწადში განაჩენი შეიცვალა და სამუდამო პატიმრობად გადაკეთდა. თავად რიკი ჯექსონი არასდროს აღიარებდა ბრალს და თქვენ წარმოიდგინეთ ის მართალიც იყო. რიკის არავინ მოუკლავს და ეს ყოველივე მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც ჯექსონმა ციხეში 40 წელი გაატარა. მოწმემ აღიარა, რომ არასწორი ჩვენება მისცა პოლიციელების ზეწოლის გამო. 58 წლის ასაკში ჯექსონმა ციხე დატოვა. ის თითქმის 40 წელი უსამართლოდ იჯდა ციხეში. ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი სასამართლო შეცდომა, რის გამოც უდანაშაულო ადამიანმა ამდენი დრო გაატარა ციხეში. სახელმწიფო თვლიდა, რომ ის მსხვერპლი იყო. ამიტომაც მას კომპენსაციის სახით $1 მილიონი მისცეს. თუმცა დაკარგულ წლებს მაინც ვერ დაუბრუნებდნენ. ოტის ჯონსონი. ამ ადამიანმა უფრო მეტი დრო გაატარა ციხეში, მთელი 44 წელი. 1970-იან წლებში ოტის ჯონსონი დააპატიმრეს მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმის გამო. მან თავისი სრული სასჯელი მოიხადა და ციხიდან 2014 წელს გამოვიდა. 44 წელი ძალიან დიდი დროა. როდესაც მან საპატიმრო დატოვა, გაურკვევლობაში აღმოჩნდა. გარეთ სულ სხვანაირი ცხოვრება დახვდა. პირველი რასთან შეგუებაც გაუჭირდა, ეს იყო სმარტფონი. მას ვერ გაეგო თუ რატომ დადიოდნენ ქუჩაში მოლაპარაკე ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ესაუბრებოდნენ. ის ძველ ჩვევებს არ ღალატობდა და ქუჩის ტელეფონის ჯიხურებს იყენებდა. აოცებდა ასევე საკვების მრავალფეროვნება მაღაზიებში და გაოგნებული იყო ფასების ზრდით. საბოლოო ჯამში ის ნელ-ნელა უწყობს ფეხს თანამედროვე ცხოვრებას. დღეს ის კანონმორჩილი მოქალაქეა და აღარ სურს ციხეში დაბრუნება. ჯო ლაინგენი. ზოგიერთი დამნაშავე ძალიან დიდხანს იჯდა სამარტოო საკანში. ეს ჯო ლაინგენია. ის არა მხოლოდ დიდხანს იჯდა ციხეში, არამედ არის პატიმარი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სამარტოო საკანში, მთელი 68 წელი. წარმოიდგინეთ, როგორი ხანგრძლივი და საშინელი პერიოდი იქნებოდა ეს მისთვის. ის 1953 წელს დააკავეს შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობისთვის. მისი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა. ის მხოლოდ 15 წლის იყო იმ დროს, როდესაც ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა. მოსამართლემ თქვა, რომ ასეთი მოჯანყე და დაუმორჩილებელი პატიმარი სხვა პატიმრებსაც აიყოლიებდა და ციხეშიც დაარღვევდა კანონს. ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლაინგენი სამარტოო საკანში ჩაესვათ. ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური ისაა, რომ ლაინგენი ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს. ის არც ემოციურად გატყდა და არც ფიზიკურად. სინამდვილეში ის უბრალოდ რეალურად ვერ იაზრებდა მომხდარს. ლაინგენი გაუნათლებელი ადამიანი იყო, მას საკუთარი სახელი და გვარის დაწერაც კი არ შეეძლო. შესაბამისად, მან თავად განაჩენიც კი ვერ წაიკითხა და როდესაც მას ის შეატყობინეს, ბოლომდე ვერ გაიაზრა. საბოლოოდ, როდესაც ციხე დატოვა, მოხუცი ისეთივე ლაღი და ხალისიანი იყო, როგორც 15 წლის ასაკში. როდესაც ციხიდან გამოვიდა, პირველი რამაც გააოცა, ეს იყო საკუთარი ქალაქი. მან ვერ იცნო, ის დამტკიცებდა, რომ სხვაგან იყო. მას აოცებდა ნებისმიერი რამ, რასაც ხედავდა. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მან ხომ მთელი 68 წელი ციხის კედლებს მიღმა გაატარა სამარტოო საკანში. მოხუცი დღეს არ ნებდება და ცდილობს აკეთოს ისეთი საქმე, რაც მას და მის გარშემო მყოფებს სიკეთეს მოუტანს. მას საკმაოდ ძლიერი ხასიათი აქვს და არ აპირებს დანებებას. ისტორიის მანძილზე მამაკაცი დამნაშავე უფრო მეტი არსებობდა ვიდრე ქალი. თუმცა ეს ფაქტი არ ამბობს იმას, რომ ქალები ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩადიან. ეს კეტრინ ნეითია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქალის ამბავი გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე ჰანიბალ ლექტერისა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამბავი გამოგონილია. 2001 წლის ნოემბერში ავსტრალიაში სასამართლომ განიხილა კეტრინ ნეითის საქმე და სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას. აქვე არსებობდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლებოდა ამ ქალის ვადამდელი გათავისუფლების საკითხის წამოწევა არავითარ შემთხვევაში, რა დროც არ უნდა გასულიყო. ისტორია ნამდვილად საინტერესო და თან გასაოცარია. მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა მისი მოთხოვნა ვერ
შეასრულა ქორწინების ღამეს, მან ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა. თავიდან გამაფრთხილებელი ნაბიჯი მისი მხრიდან მამაკაცის ძაღლის სასტიკად მოკლა იყო. რამდენიმე დღეში კი საკუთარ ქმარს დანით დაესხა თავს და 40 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კეტრინმა ეს არ იკმარა. საკუთარი ქმრის ხორცისგან წვნიანი მოამზადა და შეჭამა. შემდეგ უკვე საკუთარ შვილობსაც მიუტანა საკვება, თუმცა შვილებმა ეს საშინელება არ შეჭამეს, რადგან საქმეში უკვე იმ დროისთვის პოლიცია ჩაერია და კეტრინი დააკავეს. ფრენსის კლიფორდ სმიტი 1951 წელი. ორი დამნაშავე იჭრება ღამის კლუბში და იარაღის მუქარით მიაქვს ყველაფერი ძვირადღირებული, რასაც ხედავს. კლუბში მყოფთაგან ერთი ადამიანი ხვდება, რომ მძარცველს იცნობს და პოლიციას ატყობინებს ამის შესახებ. ერთ-ერთი მძარცველი, რომელიც კლუბში მომუშავემ ამოიცნო, ეს ფრენსის კლიფორდ სმიტი იყო. ის სულ ახალი გამოსული იყო ციხიდან და შეიძლება ითქვას, რომ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა. სმიტი მეორე დღესვე დაიჭირეს და განმეორებით დანაშაულის გამო სიკვდილი მიუსაჯეს ელექტროსკამზე. თუმცა განაჩენის აღსრულებამდე სულ რაღაც 2 საათით ადრე მას შეუცვალეს ის და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამ შემთხვევაში რომელი უკეთესი იყო, სიკვდილი დასჯა თუ მთელი ცხოვრება ციხეში გატარება, ეს თქვენ გადაწყვეტეთ. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ სმიტი ციხიდან არც ისე დიდი ხნის წინ გამოუშვეს. მან მთელი ცხოვრება ციხის კედლებში გაატარა. ფრენსისი 3 წლის წინ გაათავისუფლეს. ჯამში მან ციხეში 70 წელი გაატარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობის ისტორიაა. დაპატიმრებიდან რამდენიმე წელიწადში ფრენსისმა გააცნობიერა, რომ მთელი ცხოვრება ციხეში მოუწევდა ყოფნა და გადაწყვიტა თავისი მომავალი შეეცვალა. ის ფიქრობდა, რომ თუ მუდმივად კარგად მოიქცეოდა, შესაძლებელი იქნებოდა, რომ მისთვის განაჩენი შეეცვალა. ამიტომაც ის მთელი ძალებით მუშაობდა, ალაგებდა, საკვებს ამზადებდა და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. ეს მისი მხრიდან ერთგვარი ბრძოლა იყო გადასარჩენად და საკუთარი განაჩენის შესაცვლელად. თუმცა მალევე რამდენიმე წელიწადში დაკარგა მოტივაცია და შეეგუა თავის მდგომარეობას. ამასთან მას აღარ ინახულებდნენ ნათესავებიც. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო იმისა, რომ ფრენსისმა ბრძოლა შეწყვიტა. 2020 წელს მოხუცი ფრენსისი ციხიდან გაათავისუფლეს. მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ დაბერდა და ჯანმრთელობა გაუუარესდა და ასეთ მდგომარეობაში ვეღარავის დაუშავებდა ვერაფერს. თუმცა ასეთ თავისუფლებას დღეს მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან მძიმედაა დაავადებული და სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის. ჰოვარდ კრისტენსენი. შეიძლება ითქვას, რომ ფრენსისმა მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა. იგივე შეიძლება ვთქვათ ამ ვიდეოში მოხსენებულ ყველა ადამიანზე, მათ შორისაა ჰოვარდ კრისტენსენიც. ისტორიას მხოლოდ ამ ადამიანის 2 ფოტო აქვს შემონახული. დაგვირდით, ერთი დაპატიმრებამდეა გადაღებული, ხოლო მეორე ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ასეთი ახალგაზრდა თინეიჯერი ბიჭიდან ასეთ მოხუც მამაკაცად იქცა ის და ყველაფერი ციხის კედლებს მიღმა მოხდა. ის მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც დააპატიმრეს. ასეთ ახალგაზრდულ წლებში მოზარდები უამრავ სისულელს აკეთებენ და არასდროს ფიქრობენ ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე. თუმცა ჰოვარდმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნის აკრძალვით. 30 წლიანი პატიმრობის შემდეგ მისი საქმე ხელახლა განიხილეს და განაჩენი სამუდამო პატიმრობიდან 200 წლიანი პატიმრობით შეეცვალა. არ მოგესმათ, ეს ერთგვარი ფორმალობა იყო. შედეგი მაინც არ შეიცვალა. ჰოვარდი მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ყოფილიყო. მას არაერთი პრობლემა ჰქონდა ციხეში. თავისი მდგომარეობის გამო დიდხანს ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც კი მკურნალობდნენ. საბოლოო ჯამში ჰოვარდი 64 წელი იჯდა ციხეში. შემდეგ ის გამოუშვეს, რადგან ძალიან მოხუცდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეეძლო. 2001 წელს ის ციხიდან გამოვიდა. ჰოვარდი ედლს იყო მიჯაჭვული. 2 წელიწადში კი გარდაიცვალა. მან მთელი თავისი მნიშვნელოვანი წლები ციხეში გაატარა. რიჩარდ ჰონეკი. მსგავსი ისტორია მოხდა რიჩარდის შემთხვევაშიც. მისი ახალგაზრდობის ფოტო და შემდგომში უკვე ციხიდან გამოსვლისას გადაღებული ფოტო კარგად გვიჩვენებს იმ ფაქტს, თუ რამდენი დრო გაატარა მან ციხეში. ისიც 64 წელზე მეტხანს იყო ციხეში. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით 23418 დღე. ესეც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობის ისტორიაა. მან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თავდაპირველი წლები ის მშვიდი იყო, თუმცა შემდეგ გატყდა და საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა. ის თავს დაესხა ბადრაგს და მისი მოკლა სცადა. შედეგად აღმოჩნდა სამარტოო საკანში, სადაც ძალიან დიდ ხანს დატოვეს. იქიდან გამოსვლის შემდეგ რიჩარდი სულ ხელფეხშეკრული იყო ჯაჭვებით, ასე გადაადგილდებოდა ის წლების განმავლობაში. მძიმე პირობებში ის დამშვიდდა და მეტჯერ აღარ უცდია ციხის თანამშრომელზე თავდასხმა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის სამზარეულოში გადაიყვანეს და იქ ამუშავებდნენ მთელი 35 წლის მანძილზე. ამ დროის განმავლობაში ის სამაგალითო პატიმარი იყო.
მან გარკვეული ავტორიტეტიც კი მოიპოვა ციხეში. მას პატივსცემდნენ და წერილებს წერდნენ გარე სამყაროდან. საბოლოოდ 64 წლიანი პატიმრობის შემდეგ მოხუცი რიჩარდი ციხიდან გაათავისუფლეს. ზემოხსენებული ჰოვარდისგან განსხვავებით მას არ გასჭიროებია ახალ სამყაროსთან ადაპტაცია. ის დაოჯახდა კიდეც სიბერეში და მთელი 12 წელი ბედნიერად იცხოვრა ცოლთან ერთად. ტომ სლივერსტაინი. როდესაც ციხეში აჯანყება ხდება, პატიმრებს, რომლებსაც მთავარი ბრალი მიუძღვით ასეთი არეულობის მოწყობაში, ბრალი ემატებათ და შესაძლოა მათ წლები მოუმატონ ან დარჩენილ სიცოცხლე სამარტოო საკანში ჩასვან. სწორედ მსგავსი რამ მოხდა ტომი სლივერსტაინის შემთხვევაშიც. 1971 წელს ის დააკავეს შეიარაღებული ძარცვის დროს და 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა ტომმა არ შეწყვიტა ცუდი ცხოვრება და კიდევ ერთხელ ჩაიდინა დანაშაული. ის ისევ დააკავეს და ამჯერად 8 წელი მიუსაჯეს. მან არც ციხეში მოისვენა და 2 თანამოსაგნე სასტიკად მოკლა. შედეგად ტომს 8 წლიანი პატიმრობა სამუდამოდ შეუცვალეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ის ციხის თანამშრომლებს დაესხა თავს და სასტიკად ცემა ისინი. აქ უკვე მიხვდნენ, რომ ტომი იყო საშიში ადამიანი საზოგადოებისთვის და მისი იზოლირება გადაწყვიტეს. მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სამარტოო საკანში იყო. ის ჩასვეს პატარა საკანში, სადაც არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი ადამიანებთან. ის განათავსეს ციხეში, რომელიც ცნობილია როგორც ყველაზე დაცული ციხე მთელს მსოფლიოში. ეს ციხე ADX Florenceია. ის მოათავსეს ხმა გაუმტარ საკანში, სადაც არ ესმოდა არც გარშემოყოფების ხმა და ვერც ვერავის ხედავდა. აქ მან მთელი სიცოცხლე გაატარა. ის დღეში 23 საათი იყო ამ ციხეში, ხოლო 1 საათით შედარებით დიდ ოთახში გაჰყავდათ სასეირნოდ. თუმცა ეს ოთახიც დახურული იყო. ის ვერ ხედავდა მზის სხივებს. სილვერსტაინი 2019 წელს გარდაიცვალა ამ ციხეში, რა თქმა უნდა სამარტოო საკანში. ბეტი სმიტი. ეს წლები, რაც ზემოთ ვახსენეთ, არ არის სტანდარტი. არ ვამბობთ, რომ მხოლოდ მამაკაცები იხდიან ასეთ ხანგრძლივ სასჯელს. უარესი შემთხვევებიც ახსოვს ისტორიას. დანაშაულები, რაც ქალებმა ჩაიდინეს. აი ეს ბეტი სმიტია. მან დანაშაული 1962 წელს ჩაიდინა. დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას ის პოლიციამ დააპატიმრა. შემდეგ უკვე სასამართლოში ცდილობდა თავის დაძვრენას. ხან ჩვენებას ცდილობდა, ხან ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ფსიქიკურად შეშლილი იყო და ასე შემდეგ. თუმცა არაფერი გამოუვიდა. ის ციხეში გაგზავნეს სამუდამო პატიმრობით. სასწორკვეთილი დამნაშავე ქალი არც ციხეში დაждდა უმოქმედოდ. ის 4-ჯერ დაიჭირეს გაქცევის მცდელობისას. შედეგად მან ნებისმიერი შანსი დაკარგა ვადამდელი გათავისუფლებისა. თუმცა საბოლოოდ 42 წლის გასვლის შემდეგ ის მძიმედ დაავადდა და მისი სიცოცხლის დღეები უკვე დათვლილი იყო. ამიტომაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის გაეთავისუფლებინა. ალბერტ ვუდფოქსი. დაუბრუნდეთ სამარტოო საკანში პატიმრობას. ეს კიდევ ერთი საშიში დამნაშავეა, რომელიც საზოგადოებას მოარიდეს. ზემოხსენებულმა ტომი სლივერსტაინმა სამარტოო საკანში 36 წელი გაატარა ჯამში, თუმცა ეს არაა მაქსიმალური სასჯელი. პატიმარმა ალბერტ ვუდფოქსმა უფრო მეტი დრო დაჰყო სამარტოო საკანში, მთელი 43 წელი. 1979 წელს ვუდფოქს სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის 60 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 1971 წელს ის ლუიზიანაში გადაიყვანეს ადგილობრივ ციხეში. ლუიზიანაში 1972 წელს ორ თანამოაზრესთან ერთად მან აჯანყება მოაწყო ციხეში, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა. ალბერტი თანამოაზრეებთან ერთად დამნაშავედ ცნეს ციხის აჯანყების ორგანიზებაში. ამან კი რა თქმა უნდა ბრალი დაუმძიმა. ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც მთელი 43 წელი გაატარა. ის 2016 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს ციხიდან. იხსენებს მამაკაცი თუ როგორი რთული იყო მთელი ეს დრო მისთვის მარტო ყოფნა, როდესაც ფეხზე წამოდგებოდა და გავლა სურდა, სამ ნაბიჯში კედელი ხდებოდა. ეს იყო უმცირესი ზომის საკანი, სადაც ადამიანი უბრალოდ ჭკუიდან იშლება. ალბერტი დღეში მხოლოდ 1 საათით გამოჰყავდათ მზის სხივების დასანახად და სასეირნოდ. ივაო ჰაკამადა. ზოგიერთს უჩნდებოდა ეჭვი, რომ ალბერტ ვუდფოქსი იყო თუ არა დამნაშავე რეალურად აჯანყებაში, თუმცა მრავალი რამ მიანიშნებდა ამაზე და მისი უდანაშაულობაც ვერ დამტკიცდა. მაგრამ სამწუხაროდ ხდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი უდანაშაულოა და მას ციხეში უწევს 10 წლეულების გატარება. ეს ნამდვილი საშინელებაა. სწორედ ასეთი საშინელი რამ შეემთხვა იაპონელ მოკრივეს ივაო ჰაკამადას 1960-იან წლებში. 1966 წელს ის მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში. ხანძრის ლოკალიზების შედეგად სახლში რამდენიმე გვამი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ეს ადამიანები ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე დახოცეს და შემდეგ ცეცხლი გააჩინეს კვალის დასაფარად. პოლიციამ ყველაფერი ივაო ჰაკამადას დააბრალა. ივაო ჰაკამადას 1968 წელს ჩამოხრჩობა მიესაჯა კომპანიის პრეზიდენტის, მისი ცოლის და 2 შვილის მკვლელობისთვის.
სწორედ მათი გვამები იპოვეს დამწვარ სახლში. აგრეთვე ბრალieდებოდა ძარცვაში და ხანძრის გაჩენაში. იაპონელი, რომელიც ახლა 78 წლისაა, პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც 45 წელი იჯდა ციკლურ მისჯილთა საკანში და ყოველდღე ელოდა განაჩენის სისრულეში მოყვანას. ყოფილი პროფესიონალი მოკრივე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც 2012 წელს დნმ-ის ანალიზებმა აჩვენეს, რომ სისხლის კვალი ნივთებზე, რომლის მიხედვითაც მას დაუმტკიცდა ბრალეულობა, მას არ ეკუთვნოდა. სავარაუდოდ პოლიციამ უბრალოდ შეთითხნა მის წინააღმდეგ სამხილები, რათა ივაო ჰაკამადა ციხეში ჩაესვათ. ციხეში გატარებული 45 წლის შემდეგ ჰაკამადა როგორც იქნა გაათავისუფლეს. ციხიდან ის გამოვიდა თავისი დის დახმარებით, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გვერდით ედგა მას წლების განმავლობაში და არასდროს შეჰპარვია თეჭვი მისი ძმის უდანაშაულობაში. სამწუხაროდ ივაოს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა სერიოზულად დაზარალდა იზოლაციის ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 45 წელს მეტი ხნის განმავლობაში ივაო ჰაკამადა ცხოვრობდა სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის შიშის ქვეშ. იაპონიაში სიკვდილ მსჯილებმა არასდროს იციან, როდის მოიყვანენ განაჩენს სისრულეში. ძირითადად ეს ხდება განაჩენის გამოტანიდან 7 წლიანი პერიოდის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე ბრალდებულების უმეტესი ნაწილი სიკვდილის მოლოდინის შიშით ჭკუიდან იშლება. ივაომ უბრალოდ დაინახა ხანძარი და მის ჩაქრობაში დაეხმარა მეხანძრებს. შედეგად კი მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა. აი, უსამართლობა სწორედ ეს არის. იან მანუელი. როგორც უკვე აღნიშნეთ, ზოგიერთი ადამიანი უსამართლოდ ხვდება ციხეში. ბევრი მათგანი ახერხებს ციხიდან გამოსვლას საქმის გადახედვის შემდეგ, ან უბრალოდ სასჯელის ვადის ამოწურვის მერე. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, ბევრად უფრო განსხვავებული შემთხვევებიც. 1990 წელს 13 წლის იან მანუელი ახალგაზრდა გოგონას დები მეგრის იარაღით დაესხა თავს. გოგონა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, თუმცა საკმაოდ დაზიანდა. ოზარდი დააკავეს და ციხეში გაუშვეს. 13 წლის ბიჭს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის ჯერ სულელი ბავშვი იყო, რომელსაც დარჩენილი ცხოვრება ციხეში უნდა გაეტარებინა. როდესაც გავიდა გარკვეული დრო და იანი წამოიზარდა, კარგად გაიაზრა ის დანაშაული, რაც ჩაიდინა და გადაწყვიტა დების დაკავშირებოდა. მან შეხვედრა მოსთხოვა ქალს და წუხარებას გამოთქვამდა მომხდარის გამო. ის პატიებას თხოვდა დების. ამასთან ყოველკვირეულად წერდა წერილებს და გულწრფელად აღიარებდა თავის დანაშაულს. ეს ყოველივე ქალის გულს შეეხო და გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა. საბოლოოდ იან მანუელი ციხიდან გაათავისუფლეს და მას არ მოუწია მთელი ცხოვრების იქ გატარება, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჯამში მანუელი 25 წელი იჯდა ციხეში, აქედან 18 წელი სამარტო ოსაკანში, რამაც მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და ემოციურად გადყდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იანი და დები ერთმანეთს შეხვდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი მეგობრებიც კი გახდნენ. აი, ასეთი რაღაცებიც ხდება. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და არასდროს გამოტოვოთ ახალი ვიდეო ჩვენთან. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.